Salmabit. დღევანდელი საჯარო გაშლა იქნება შემდეგი თემით. რამდენად აქტიურია თქვენი იღბლის მაგნიტი? აი ესეთი სახელწოდება მოვიფიქრე, ხო? ნახეთ, არიან ადამიანები, რომლებიც იზიდავენ ამ ნეგატივს, უბრალოდ უბრალოდ იღბალს. უკაცრავად ნეგატივი ვახსენე, ხალხას დახურულ ჯგუფში პოდკასტი ენერგო ვამპირ და ლარვა მშობლებზე ჩავწერე და იქიდან ესე იგი გადმომყვა სიტყვა ნეგატივი. ანუ რამდენად ასხივებთ იმ ენერგიას, რომელიც უყარს იღბალს, რომელიც უყარს წარმატებას, რომელიც უყარს ხვავს, ბარაკას, სიმტიდრეს, ხო? ანუ ყველაფერი, რაც მოდის იღბლის ენერგიაზე. ნახოთ, თქვენი მაგნიტი ახლა რამდენად აქტიურია, ხო? აქტიურია, არ არის აქტიური, კარგად მუშაობს, საერთოდ არ მუშაობს თუ ოდნავ ტოკავს, როგორც ვიტყვიან, ხო? მოდით ვნახოთ, რამდენად კარგად მუშაობს თქვენი იღბლის მაგნიტი. სამ ვარიანტად შევაფასოთ თქვენი იღბლის მაგნიტი. ახალი აბა გავიკეთე. თორემ მუშაობის დროს ბევრ სითხეს ვიღებ. გასაგებია ხო? ნახოთ, იღბლის მაგნიტი, თქვენი იღბლის მაგნიტი პირველი ვარიანტი, თქვენი იღბლის მაგნიტი მეორე ვარიანტი და თქვენი იღბლის მაგნიტი მესამე ვარიანტი. აი ასე. პირველი, მეორე, მესამე. ნახოთ აბა, თქვენი იღბლის მაგნიტი როგორ მუშაობს ახლა. კარგით, გამოვიყენოთ ისეთი საყვარელი ცხოველები. პირველი ვარიანტი კურდღელი, მეორე ვარიანტი მელა, მესამე ვარიანტი მყავდეს ბაყაყი. აი ასე. ახლა დახუჭეთ თვალები, დასვით კითხვა. რამდენად კარგად მუშაობ ჩემო იღბლის მაგნიტო და როდესაც თვალებს გაახელთ, თქვენი ვარიანტი, თქვენი ცხოველი, თქვენი არკანი, ხო? აუცილებლად მიიზიდავს თქვენს მზერას. აუცილებლად მიიზიდავს თქვენს თვალებს, თქვენს ყურადღებას. ძალიან კარგი. ვინც ვერ მოასწარით, დაპაუზეთ ეკრანი და ვიწყებთ ვარიანტი პირველით. გავწევამთ იქით. ვარიანტი პირველი, რამდენად კარგად მუშაობს თქვენი იღბლის მაგნიტი. 10-იანების თასები. იდეალურად მუშაობს თქვენი იღბლის მაგნიტი. მე ახლა შემიძლია გითხრა და ზოგადად როგორი ადამიანი ხართ იცით, როდესაც ყველაფერი სავსეა, როდესაც ემოციურად სავსე ხართ, როდესაც არის ერთიანობის შეგრძნება, ხო, როდესაც ოჯახის წევრები კარგად არიან, თქვენც კარგად ხართ, როდესაც რა ვიცი, ყველა ბედნიერია, ხო, მეტნაკლებად. მოკლედ, როდესაც ემოციურად ირგვლივ ყველა დანაყრებულია, ბედნიერია და კარგად არის, ზუსტად აი ამ დროს თქვენ ხდებით ჩვეულებრივი ვარონკა. კარგი, ვიტყვი. წარმატების ჭახდებით. წარმატების და იღბლის მაგნიტი ხდებით. ცოტა შორის წარმატებაზე და ჭაზე გამახსენდა. ხო, რა ბოროტი ვარ. უნდა და მინდა და მეთქვა, რომ ეხლა პრაქტიკას და რიტუალს გასავლეთ, თქვა როგორ აისრულოთ სურვილები და როგორ მოიზიდოთ თქვენთვის სასურველი წარმატება, თქვა რას თქვენ რაშიც თქვენ ხედავთ წარმატებას, მაგრამ გამახსენდა, რომ ამ პოდკასტს დაუპირდი დახურულ ჯგუფში სამწუხაროდ. თქვენ და სამწუხაროდ ვერ გავაჟღერებ ხა ამ ინფორმაციას აქ, იმიტომ რომ ხო, ეს არ არის საჯაროდ გასაჟღერებელი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ჩვენ ახლა ვსაუბრობთ წარმატებაზე, თქვენ ხდებით წარმატების მაგნიტი. თქვენ ხდებით წარმატების მაგნიტი და ახლა თქვენ გაქვთ ზუსტად ის პერიოდი, როდესაც თქვენ გააქტიური გაქვთ ეს წარმატების მაგნიტი, იღბლის მაგნიტი. ამიტომ თუ კი ფიქრობთ უახლოეს დღეებში, თუნდაც დღესვე, ხვალვე, რაიმე აქტივობას, ნებისმიერ რიტუალს, პრაქტიკას ვთქვათ, რომელიც მოიზიდავს თქვენთვის ფინანსურ ენერგიას, მოიზიდავს თქვენთვის წარმატებას, მოიზიდავს თქვენთვის იღბალს. მინდა გითხრათ, რომ აი ახლა ზუსტად ის პერიოდი გაქვთ, როდესაც 10-10-ში გამოგევათ ყველაფერი. ასე რომ, ნამდვილად
აქტიურია თქვენი იღბლის მაგნიტი. რამდენად აქტიურია თქვენი იღბლის მაგნიტი? Elder of Pentacles. პირდაპირ აქტიურები ხართ ამ ნაწილში, იმუშავეთ, ესე იგი მოიფიქრეთ, იაქტიურეთ, გაშალეთ უფრო მეტად თქვენი აქტივობები, თქვენი პოტენციალი, რომ უფრო მეტად გაზარდოთ თქვენი კიდევ ფინანსური ენერგია, მოიფიქრეთ, იმიტომ რომ ეს მაგნიტი ახლა არის აქტიური და უფრო მეტიც ფულს უყვარს თქვენთან მოსვლა. მე არ ვიცი თქვენ რამდენად ხედავთ ამას, მაგრამ მე ვხედავ, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ფულისთვის საყვარელი ადგილია. თქვენ საფულეს უყვარს ფულის მიღება. ზოგადად არიან ესეთი ადამიანები, რომლებიც უკვე ამ უფლებით იბადებიან, როგორც ეთქვიან, ხო, რომ ეს ფინანსური ენერგია თუ კი სადმე დაბლოკილია, აკეთებენ გარკვეულ წმენდას, აკეთებენ გარკვეულ პრაქტიკებს, ხსნიან ამ ბლოკებს და всё, მოედინება და მოედინება, ხო? მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც აკეთებენ რიტუალებს, პრაქტიკებს, მაგრამ იქ კიდევ სხვადასხვა თქვათ პრობლემები და ასპექტები, რომელიც არ აძლევს ადამიანს ფინანსური რესურსის ბოლომდე მიღების საშუალებას, ხო, ზოგადად ასეთი საკითხები პირად ინდივიდუალურ დიაგნოსტიკაზე იშლება ხოლმე, მაგრამ თქვენ ახლა ეს მომენტი არ უნდა გადარდებდეთ, იმიტომ რომ თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც კარგად იცის ფულის ფასი, კარგად იცის საკუთარი ენერგიის ფასი, კარგად იცის სად კარგი ყნოსვა გაქვთ იღბლისა და წარმატებისა და ახლა პირდაპირ გახსნილი ხარ და გიჭირავთ ხელში პენტაკლი, ნახეთ რა საყვარელი დათვია, ხო? Elder of Pentacles. და აი ეს პენტაკლი როგორც პორტალი ახლა იზიდავს ყველანაირ იღბალს და წარმატებას, ამიტომ მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს პოტენციალი. არავითარ შემთხვევაში არის ზარმაცოდ, ერთადერთი მინიშნება არის ის, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც უბრალოდ შეიძლება შეუმცირდეს არა დაეკეტოს, შეუმცირდეს იღბლის მაგნიტის მოქმედება, მაშინ როდესაც ემოციურად არ არის კარგად. თქვენთვის უბრალოდ მნიშვნელოვანია, რომ ემოციურად იყოთ სავსე, იყოთ ბედნიერი. აი ამ დროს მაქსიმალურად არის აქტიური თქვენი ფინანსური მაგნიტი. მოკლედ კურდღელი როგორც დაყოფერების სიმბოლო, მინდა გითხრათ, რომ ძალიან სწორად აერჩიეთ, იმიტომ რომ თქვენი ვარიანტია. თქვენი ფინანსური მაგნიტი 100-დან 100%-ით მუშაობს, გამოიყენეთ სიკეთეში ეს ინფორმაცია და არ დაგავიწყდეთ, რომ მადლიერება, სიმბიოზი, გაცვლა ინფორმაციის, ენერგიის, მე თქვენ გაწვდით ინფორმაციას, თქვენ კი რა თქმა უნდა თუ გსურთ, რომ მხოლოდ თქვენთვის არ დარჩეს ინფორმაცია და ვთქვათ იმ ადამიანებს მოისმინონ, ვისთვისაც ეს თუნდაც მნიშვნელოვანია, გაზიარეთ ვიდეოები, გაზიარეთ. იმ ადამიანებისთვისაც თქვენს მედიატორი ხდებით ამ პროცესის და რა თქმა უნდა ჩემი არხისთვისაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე ვარიანტი. მელა, რამდენად აქტიურია თქვენი ფინანსური უბრალოდ თქვენი იღბლის მაგნიტი ახლა. რამდენად აქტიურია? ექვსიანების კვარტხები აუცილებლად მაქსიმალურად თქვენი ფინანსო, აი ნახეთ თუ კი პირველ ვარიანტს სჭირდება რომ გქონდეს აი ეს ემოციური პლასტი, ხო, ყველაფერი რიგზე უნდა იყოს, მარტო მასზე არ არის, ხო, თითქოს რაღაცნაირად ირგვლივ ყველა და ყველაფერი უნდა რომ კარგად იყოს და თვითონაც ხდება მაქსიმალური მაგნიტი, თქვენ როგორ ხართ იცით, თქვენ მოქმედებაში აქტიურებთ თქვენს მაგნიტს. ექვსიანების კვარტხები. ეს არის ნახეთ როგორი დაფნის ფოთოლი, წითელი ლენტით შეკრული, ეს არის არკანი, რომელიც თქვენ ახლა გეუბნებათ. თქვენ ხართ იმ ენერგიებში, როდესაც წარმატების მაგნიტს, იღბლის მაგნიტს უნდა თქვენთან მოსვლა. და მე ვფიქრობ, რომ თქვენთან უკვე მოვიდა ეს იღბლის მაგნიტი აქტიურია, იმიტომ რომ თქვენ ეს დაიმსახურეთ. თქვენ ეს დაიმსახურეთ. აი, თქვენ უნდა დაიმსახუროთ ხოლმე. რომ აი ეს იღბლის მაგნიტი იყოს აქტიური, ასე რომ მე შემიძლია გითხრათ, რომ 3-3 ექვსიანების კვარტხები მაქსიმალურად აქტიური არის თქვენი იღბლის მაგნიტი ახლა. ნახოთ კიდევ ერთი არკანით, რა მდგომარეობაში აქტიურია თუ არა იღბლის მაგნიტი. ერთადერთი რაც არის ახლა ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? როდესაც ადამიანი ვისგან მოდის ეს სამიანების კვარტხები. ერთადერთი არის ის, რომ ადამიანს თუ უნდა რომ
თქვათ, მისი იღბლის მაგნიტი, მისი იღბალი კიდე უფრო და უფრო დიდ მასშტაბებში გადავიდეს, ხომ? თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ დაალაგოთ პრიორიტეტები ერთი და მეორე, მოიციელოთ ის ადამიანები, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ყოველგვარი ახსნა განმარტების, ყოველგვარი დანაშაულის გრძნობების, თავის გამართლებების და ასე შემდეგ გარეშე, ესე იგი, ვისგანაც გრძნობთ, რომ უბრალოდ მიაქვს და არაფერს არ გიბრუნებთ სანაცვლოდ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები შეაფასოთ საქმით და არა სიტყვით. თუ გინდათ, რომ თქვენს ირგვლივ თქვათ ის ადამიანები, ვინც არიან, ვინც მოგდებენ, თქვათ, ვისაც მეგობრებად თვლით, თიმად თვლით, ან თქვენს თქვათ ოჯახად თვლით, ხო? ბევრი ადამიანი სამსახურში თქვათ, თავის სივრცეში იმდენ დროს ატარებს, ასეთ დროს თქვათ სახლში ვერ ატარებს, ხო? ანუ ის არის მისი ლამის ოჯახიც, ხო? აი თქვენ შემთხვევაში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? იმიტომ რომ სხვა ადამიანებისგან ჩანს, რომ ეს თქვენი ფინანსური და იღბლის და წარმატების მაგნიტი აღიზიანებთ და თვალში ხვდებათ. ამიტომ აქ არ უნდა იყოს, როგორ არის იცით, ერთი პატარა ფეხის დაცდენა და მომენტალურად დაგკენკავენ ისე რომ თვალს არ დაახამხამებენ, ხო? თქვენ ახლა რესურსში ხართ, თქვენ ახლა ძლიერი ხართ, ან ძალიან მალე იქნებით, კარგ წარმატების ტალღაზე როგორც იტყვიან, მაგრამ ერთი ფეხის დაცდენა და ჩათვალეთ რომ თქვენს მიერ მიღებულ გვირგვინს აუცილებლად ვიღაცა წაიღებს. მიხვდით ხომ? ამიტომ აქ განსაკუთრებით აი თქვენთან იღბლის დროს, წარმატების დროს მოდიან ხოლმე ეს პარაზიტი ენერგიები. მოდიან წარმატებით თქვათ, ვისაც უხარია ეს თქვენი წარმატება, მაგრამ იქვე ერევიან პარაზიტები. იგრძნობთ ამ პარაზიტებს აუცილებლად და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ უბრალოდ შეწყვიტოთ მესენჯერით, ზარებით, ვიღაცა დაგირეკავთ ბლა დაუსრულებლად, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნებისმიერი ხერხებით გაუცნობიერებლად ადამიანები შეეცდებიან ამ ყველაფრის თქვენგან წაღებას, მიხვდით ხომ? ისე რომ შეიძლება თვითონაც ვერ აცნობიერებდნენ, ისე ახდენდნენ ამ ნეგატიურ თქვათ ზემოქმედებას თქვენზე, ხო? თავიანთი უაზრობით ხო, აი თავიანთ დროს არსებენ პატივს და მიაჩნიათ, რომ სხვამ დრო უნდა დაუთმოს, ხო, იმიტომ რომ აი ესეთი ადამიანები ხვდებით, ხო, აი ესეთი ადამიანები. შევიდეთ, ნახეთ რა მაგარია ისინი. შეგიძლიათ ძალიან ბევრი მოძრაობაა, ძალიან ესეთი გზა, სიჩქარე აღებული, ხო, წარმატება, გამარჯვება, ძალიან ბევრი გამარჯვების არკანები ამოდის. ტრიუმფი, გამარჯვება, როდესაც თქვენ ხართ ძალიან გონიერი ადამიანი, რომელიც აუცილებლად გააკეთებს გონივრულ არჩევანს, გონივრულად და ძალიან სწორად განსაზღვრავთ სად რა დროს რა ნაბიჯი გადადგათ. უბრალოდ აი ეს თვალი, რომელიც მე ხაი აქ თვალში მომხვდა, როგორც იტყვიან და დავინახე, ხო, ამაზე უნდა გამეფრთხილებინეთ. და არ გამოვრიცხავ ეს ადამიანები თქვენს ირგვლივ დასუნსულობდნენ და აი ერთის აი ხო გიგრძნიათ ეს ლიციმერია, რომ აი ხელს ჩამოგართმევთ ადამიანი თითქოს მოგილოცავთ რაღაცას, მაგრამ აი კბილებიდან გამოცრის, ხო ის ნეგატივი, ხო აი თვალებიდან ბოღმის და შურის ისრებს ისვრის, ხო? აი აქ იყავით ყურადღებით. გაფილტრეთ თქვენი წრე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მით უმეტეს თუ კი თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც კურირებს სხვა ადამიანებს და ვთქვათ, ხართ მენეჯერი, ხელმძღვანელი და ასე შემდეგ. თქვენ განსაკუთრებით. იმიტომ რომ იგრძნობა პირში მომღიმარი და ზურგს უკან ისეთი მთვალავი ადამიანები როგორც იტყვიან. დაგემშვიდობებით. არ დაგავსეთ კომენტარები და უკავშირი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. მესამე ვარიანტი თქვენი ფინანსური მაგნიტი როგორ მუშაობს ახლა? არკანი ვარსკვლავი. იდეალურია. უბრწყინვალესე ნახეთ რა საოცარი 10-იანების თასები, 6-იანების კვერთხები და თქვენ საერთოდ ჩახურეთ, როგორც იტყვიან, საჯარო გაშლა. ეს იცით როგორი ხანგრძლივი ამბავია? ნახეთ, შეიძლება აი ახლა თქვენ ფიქრობდეთ, რომ ნუ რა ის იღბალი და რა ის წარმატება და თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ სამყარო, ხეთენა, მინდა რა შეიძლება ჩქარა მოგახაროთ, ხო? თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ სამყარო, რას გიმსადებთ. წარმოდგენა არ გაქვთ სამყარო, რას გიმსადებთ.
თქვენ იქნებით იქ, სადაც ხართ. წარმატებული. ბედნიერი. იღბალიც არ არის, იცით, ეს იღბალი მიდის მოდის. ეს არის მდგომარეობა, როდესაც სიტყვით მე იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. ეს არის ჩემი ადგილი. ეს შეიძლება იყოს ყველას არ ეხება და ადგილმდებარეობის შეცვლა, ქალაქის შეცვლა, საცხოვრებლის შეცვლა. თქვენს ვარსკვლავზე აღმოჩნდებით. თქვენ უკვე დაწყებული გაქვთ ეს პროცესი. ძალიან მაგარია. იღბლის მაგნიტი როგორ გემუშავებთ ახლა. თენების პენტაკლი. ჟონიერია. გადასარევი ამბავია, სახლი, ძალიან მეანიშნებს სახლი. სახლის ენერგია, უძრავი ქონება შეიძინეთ, უნდა შეიძინოთ. შეიძინეთ. არ იფიქროთ, ბევრი შეიძინეთ, მოახერხებთ. ყველაფერი გამოვა. ყველაფერი გამოვა. ყველაფერი გამოგივათ. აუცილებლად ყველაფერი გამოგივათ. ყველა სირთულეს გადალახავთ. თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ. წინ რა მაგარი ამბები გელოდებათ. იღბალი ცოტა ნათქვამია. ეს არის სურვილის ასრულება. როდესაც შეხედავთ სურათს და იტყვით. მე ეს შევძელი. ახლა ვარ იქ, სადაც უნდა ვიყო. ცოტა მეტირება, ხო? მესამე ვარიანტი რა ხდება? საინტერესოა ხა რა ხდება ჩემში? წინასწარ ვიგრძენი, რასაც თქვენი გრძნობთ. დაგემშვიდობებით, მესამე ვარიანტი. ყველაფერი ასაც ახლა დარდობთ. ყველაფერი ახლა რასაც თქვენ განიცდით. ტრამოვა და ამაზე გაგიხიმებათ. მე გაგახსენებათ ჩემი სიტყვები, რომ მე იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. მე ვიპოვე ჩემი ადგილი ჩემს ვარსკვლავზე. ყოველთვის არ გრძნობ ხოლმე გაშლებს ესე, გულისხმობ, ყველა გაშლებს გრძნობ, მაგრამ მე ხა ვიგრძენი აქ. დიდებული რაღაცები ვიგრძენი. ძალიან კმაყოფილი ვარ. გოგოებო ბიჭებო, გამოიყენეთ თქვენი წარმატების, იღბლის და ბედნიერების მაგნიტი მაქსიმალურად. არაფრის არ შეგეშინდეთ. ყველაფერი გამოგივათ. ყველაფერი. შეხვედრამდე.